მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საემიგრანტოს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეულ თქვენთაგანი. დღეს მინდა ვისაუბრო თურქეთის რესპუბლიკაში ახალი სამთვიანი თუ როდის გერიცხებათ, ძალიან ბევრი კითხვა მოდის. ასევე სანამ თემას შევეხებოდე, მინდა გითხრათ და გიხსნათ, რომ ვიდეო ჩანაწერებს ვაკეთებთ ჩვენი ნება სურვილით, ანუ კეთილის სურვილით, რომ ცოტა რაღაცა ინფორმირებული იყოთ მაინც თურქეთის რესპუბლიკაში სამიზო საკითხებში, რომელსაც არც ერთი თურქეთის რესპუბლიკაში არც ერთი დანიშმალნიკები, ეგრეთ წოდებული დანიშმალნიკები არ აკეთებენ. ვერ უპასუხობ ესეთ კითხვებს, რომელიც ფაქტიურად არ მაქვს მე ხელს ეს სისტემა. მაგალითად, მოდის თქვენგან კითხვები, გიორგი 5 წლის უკან დეპორტი მქონდა, გავიდა 5 წელი და თუ გადამიშვებენ, ან ჯარიმა მქონდა გადასახდელი, თუ გადამახტევინებენ. ან თქვათ რამდენი წელი მაქვს, თუ შეგიძლია პირადი ნომერი გამოგიგზავნო უნდა ნახო. ზოგს აქვს ესეთი კითხვები, რომ თანხა არ მიკითხია ჯარიმის და რამდენია არ ვიცი. ან ზოგს ესეთი კითხვები მოდის, რომ რა კოდის დეპორტი მაქვს, იცით რომ დეპორტს თავისი კოდები აქვს, ყველას თავისი ახსნა განმარტება აქვს. რა კოდის დეპორტი მაქვს და შეგიძლია შემიმოწმო. ან ბევრი მეკითხება, რომ თქვათ იტალიაში ვარ, გასულია 5 წელი დეპორტის ვადა და პირდაპირ აქედან თუ შემიშვებენ თურქეთის რესპუბლიკაში. ფაქტიურად ესეთ კითხვებზე ვერ ვპასუხობ. ზოგს გონია რომ მე ვიცი და არ გპასუხობ თქვენ. მე რომ ამ კითხვებზე, ესეთ ძირითად კითხვებზე გიპასუხოთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ უნდა მქონდეს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან და მიგრაციის სამსახურის გიოჩიდარესის სისტემა, შესაბამისი სისტემა, რომელსაც მე არავინ არ მანდობს, არავინ არ მომცემს და წვდომა საერთოდ არც მექნება თვითონ მიგრაციის სამსახურშიც ვიცი, გაგონილი მაქვს და ისეც დანახული მაქვს. რა თქმა უნდა, მეც ვაკეთებდი ვიზას, როცა თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწეობდი და მოღვაწეობისას ახლა ვიზები არ მჭირდება, ფაქტიურად მოვდივარ, რომ როცა დილას თანამშრომლები მიდიან, თქვათ, გიოჩიდარესში, გააქტიურების კოდს აძლევენ და ისე შედიან სისტემაში, ანუ უსაფრთხოების მაღალი დონეა თურქეთის რესპუბლიკაში და მით უმეტეს მე ვინ მანდობს ამ სისტემას, რომ თქვათ, თქვენი პირადი ნომერი ჩავწერო და გავიგო თუ გაქვთ დამთავრებულია დეპორტი ან ჯარიმა გადასახდელი თუ გაქვთ, ან რამდენი გაქვთ, რა კოდის დეპორტი გაქვთ. ესეთებზე მე წვდომა არ მაქვს ქალბატონებო და ბატონებო და ფაქტიურად ვერ ვხედავ და არ გეგონოთ, რომ ამ კითხვებზე სპეციალურად არ გცემთ პასუხს. ძველ ვიდეოებშიც კონკრეტულად საუბრობ, რომ თვითონ უნდა მიხვიდეთ საზღვარზე და გაიგებთ, ან და თურქეთის საელჩოებში, თურქეთის საკონსულოებში, ბათუმში, თბილისში, რა თქმა უნდა, შესაბამისად გაგცემენ პასუხს ესეთ კითხვებზე. ვიზებზე თუ რა ხდება, იცით უკვე ყველა თქვენთაგანმა და არ მოგაწმენთ ამაზე საუბრით თავს. გაგრძელებებზე მინდა გავამახვილო კიდევ ერთხელ ყურადღება, ძალიან ყველა ვიდეოში ვსაუბრობ, რომ გაგრძელებებს ნუ გააკეთებთ და მაინც მერე უკვე საქმე გაფუჭებულზე მირეკავთ, რომ გიორგი ბუღალტერმა გამიკეთა, ან შირკეთმა მომატყუა, ან პატრონმა არ დამიჯერა, მომივიდა უარი. ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დაივიწყეთ ძველი კანონები, დაივიწყეთ ძველი თურქეთის რესპუბლიკის და მიგრაციის სამსახურის კანონები. უკვე ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ დასაქმდეთ ოფიციალურად და ყველას გქონდეთ ეგრეთ წოდებული ჩალიშმა იზინი. ისიც იცით, თქვაც არ მინდა, რომ ძალიან გადამოწმებებია, ძალიან შემოწმებებია, ქუჩებში აყვანებია, ფრთხილად იყავით. კონკრეტულად მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ვიზა გადაცილებულები არიან და უფალმა დაგლოცოთ და რა ვიცი, ყველა საფრთხისგან იყავით დალოცვილი. დღეს მით უმეტეს ამ ვიდეოში მინდოდა მესაუბრა ახალი სამთვიანი როდის ირიცხება. თურქეთის რესპუბლიკაში იცით, კონკრეტულად ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია 180 დღის განმავლობაში 90 დღის გატარება. ავიღებ მაგალითს და იმ მაგალითზე გავაკეთოთ ორიენტაცია თუ როდის ირიცხება ახალი 90 დღიანი. მაგალითად, მე მივდივარ და თურქეთის რესპუბლიკაში მაქვს ახალი 90 დღიანი ვიზა, 90 დღე მაქვს ვიზა. წავედი თურქეთის რესპუბლიკაში და გავატარე 75 დღე. 75 დღეს
უკვე დავტოვეთ თურქეთის რესპუბლიკა და შემოვედი საქართველოში. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამჭა 15 დღე. ბევრს გონია, რომ 90 დღეს გავჩერდები თურქეთში გადმოსვლის დღიდან და ახალი სამთვიანი დამერიცხება. ეს არ არის სწორი, ქალბატონებო და ბატონებო და არ ითვლით ასევე სწორად. ასევე ბევრს გონია, რომ ზოგი მეკითხება, რომ გადმოვედი დეკემბრის 25-ში, 87 დღე დავყავი, მაქვს 3 დღე და ახალი წელი რომ დადგება, ახალი 90 დღე დამერიცხება. ამაშიც ტყუილდებით, არასწორ ინფორმაციას ფლობთ და როცა მიდიხართ, უკვე გეუბნებიან, ისევ ის 3 დღე გაქვთ, არანაირი ახალი წელი, ახალი წლის დადგომა, ახალ სამთვიანს, ახალი სამთვიანი ვიზა არ გერიცხებათ. ანუ 180 დღეს გვეუბნება, 180 დღეში 90 დღე და რას ნიშნავს და როდის ირიცხება ახალი. დაუბრუნდეთ ისევ ჩემს მაგალითს, 75 დღე გავატარე, 75 დღეს გადმოვედი. კიდევ ძალიან ბევრს ეშლება, 31-ებს არ ითვლის, მაგალითად იცის რომ მაქვს სამთვიანი. სამთვიანს ანგარიშობს როგორ? თქვათ გადავიდა 15 მაისს, ივნისი, ივლისი, აგვისტო, 15 აგვისტოს, ანუ 3 თვე მიმთავრდება. იქ არ ითვლის გადასვლის დღეს ეთლება რა თქმა უნდა, არ ითვლის 31-ს და ზოგს ამაში ეშლება და როცა გადმოდის თქვათ 99 დღეს ან 97 დღეს, 92 დღეს, უკვე უბნებია რომ ხართ გადასული ვიზა დარღვევაში, ან 1 დღე ან 2 დღე ამ შემთხვევაში. დაუბრუნდეთ ისევ გამიგრძელდა, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად და კონკრეტულად აღიხსნათ, რომ იგივე კითხვები არ იყო წამოსული. გადმოვედი, დამრჩა 15 დღე, ახალი 90 დღე დამერიცხება როდის? ბევრს გონია კიდევ ერთხელ ვიმეორებ 3 თვის შემდეგ, არა, 180 დღეს რომ გამოვაკლოთ 75 დღე, უკან რა დაგვრჩება? 180 დღეს რომ გამოვაკლოთ 75 დღე, უკან დაგვრჩება 105 დღე. 105 დღის გასვლის შემდეგ თქვენ დაგერიცხებათ ახალი 90 დღიანი და არა 3 თვის გასვლის შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვათ გაატარეთ 80 დღე თურქეთის რესპუბლიკაში, გადმოდით და გაქვთ 10 დღე დარჩენილი. რამდენი დღეც გაქვთ გატარებული, ასე უნდა იანგარიშოთ ყოველთვის, თქვათ 180 დღე. 180 დღეს გეუბნება კანონი, რომ 180 დღის განმავლობაში 90 დღე გაძლე უფლებას. 80 დღე თუ დარჩით, 180 დღეს უნდა გამოაკლოთ 80 დღე, აქეთ დარჩება 100 დღე, 100 დღე გამოდის 3 თვე და 10 დღე. 3 თვე და 10 დღე როცა დაყოფთ საქართველოში, ცოტა მეტი 1 და 2 დღე ცოტა მეტი იყოსო, ზოგჯერ სისტემაც ტყუილდება და 100 დღეს და 100 დღეს რომ დარჩებით საქართველოში, მერე გერიცხებათ ახალი სამთვიანი, ამის ახსნა განმარტება მინდოდა ქალბატონებო და ბატონებო. ასევე მინდა დავამატო, რომ მე ისევ მუშაობ, ძალიან ბევრი მესმის ხმები, რომ გიორგი მითხრეს რომ გიორგი წავიდა, აღარ მუშაობს, ან ოფისში მივედი და მითხრეს რომ გიორგი ჩვენთან არის და ჩვენ ვაკეთებთ. ბევრი ასე მესმის რომ გიორგი თარჯიმანი გახდა და ამ საქმეს აღარ ეხება და სხვაგან წავედი, ნეტა არ მეთქვა, ან ნეტა არ დამეჯერებინა რაღაცა. ყველგან ჩემი ნომერი დევს ქალბატონებო და ბატონებო, იცით რომ როგორ სულით და გულით ვუდგებით საქმეს, როგორ სულით და გულით საქმეს ვაკეთებთ, რომ საქმე გამოვივიდეს. ყოველთვის დარწმუნებულიყავით და ყოველთვის გჯეროდეთ იმის, რომ მე თქვენზე მეტად მიხარია და თქვენზე მეტად მინდა, როცა თქვენ საქმეს ვკიდებ ხელს, რომ საქმე დასრულდეს წარმატებულად და მოვიდეს ამა თუ იმ ვიზის თანხმობა. რატომ? ერთი პოტენციური კლიენტიდან შეიძლება თქვენ გონიათ, რომ მე რიგითი კლიენტი ვარ გიორგის, ანუ მომსახურების მიმღები ვარ. მე თქვენში როცა დასრულდება საქმე, როგორც თქვენ გახარებული ხართ, ორმაგად ვარ გახარებული მე და ბედნიერი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მე თქვენში ვხედავ 100 პოტენციურ კლიენტს. რატომ? როცა გაქვთ დასვენება, იზინი, ან მაგალითად ესაუბრებით დაქალს, ესაუბრებით ნათესავს და ჭირდება სავიზო მომსახურება, ხო? რასეუბნებით? გიორგისთან ვითანამშრომლეთ, დასრულდა საქმე, საქმეს უდგება გულით, ყველაფერს აკეთებს ხუთიანზე, ეს უკვე მე რომც რეკლამა არ გავაკეთო და მე რომც ამდენი არ ვისაუბრო,
თქვენ ხართ უკვე ჩემი რეკლამა და ჩემი საქმის მრჩეველი სხვასთან. შემდეგ ვემსახურებით მას, მან კიდევ სხვას ურჩევს და ასე მივდივართ წინ. ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული იყავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ჩემზე კარგად აკეთებდნენ საქმეს, მე არ ვამბობ რომ მე ვარ პროფესიონალი და ჩემს გარდა არავინ არ გააკეთებს კარგად საქმეს თქო, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული იყავით რომ საქმეს თუ ხელს მოვკიდებ, თუ გეტყვით რომ ქალბატონო, ამ ბატონო, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, დარწმუნებული იყავით და ტყუილად თანხებს ვიფლანგავთ, თუ გეტყვით რომ თქვათ 50-50-ია, მაშინაც დარწმუნებული იყავით, თუ გეტყვით რომ ქალბატონო, ამ ბატონო ხელს მოვკიდავ და მივხედავ საქმეს, ამაშიც დარწმუნებული იყავით. ეს მინდოდა ძირითადად მე თქვა და ასევე კიდევ ერთხელ ყოველთვის თხოვნა მაქვს, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. არ ვართ ჩვენ არც საინფორმაციო ცენტრი, ბევრს გონია რომ ვალდებული ვართ რომ დაგირეკო, მიპასუხო, მაგალითად ძალიან ბევრი გუშინ წინ იყო ერთმა ქალბატონმა უთხრა პატრონს, ანუ პატრონმა სხვაგან აკეთებდა საქმეს და უთხრა რომ გიორგი ეხმარება ქართველებს, რომ დახმარება სხვა ქალბატონებო და ბატონებო, დახმარება არც მეშლება მე, სიკეთე არც მეშლება მე და მომსახურება სხვა არის. და მოდი გიორგი თუ გითხოს, ანუ საქმე დაიწყეს, თავი ვერ მოაბეს, გაუფუჭა იმ ოფისმა და როცა მიუჯდა, მე თავისით უნდა დაწყება, მიუჯდა კომპიუტერს ქალბატონი, ანუ ქართველიდან გადმოცემით მირეკავს თურქეთის მოქალაქე, ანუ პატრონი ქალი და მეუბნება გიორგი იქ დავიწყეთ საქმე, ასე გავაკეთეთ, ეხლა კომპიუტერთან ვზივარ და აქ როგორ გადავიდე, იქ როგორ გადავიდე, ეს როგორ გავაკეთოთ და უთხარი ქალბატონო, ჩვენ დახმარების ცენტრი არ ვართ, ჩვენ ამ საქმეზე ვმუშაობთ, უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე, თუ შემოსახურება გინდათ, სხვანაირად უნდა დავილაპარაკოთ და როცა შევთანხმდებით და მომსახურების თანხაზე საუბარი გვექნება და მთლიან მომსახურებაზე საუბარი გვექნება, მაშინ შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციასაც და დახმარებასაც და მომსახურებასაც, როგორც გინდა, ისე მიიღეთ თქო და აჰაო, გასაგებიაო, მე სხვანაირად მითხრა ჩემმა ქართველმა ქალბატონმაო და გამითიშა ტელეფონი, მე უნდა მიმეწერა რაღაცა და ვნახე რომ ქართველმა ქალბატონსაც დაბლოკილი ვყავდი და თურქსაც დაბლოკილი ვყავდი, ანუ რატომ დამბლოკეს, ანუ ეგონათ რომ ვანგაროთ, გავუკეთებდი საქმეს თუ რაღაცა, არ ვიცი, ამიტომ როცა ჩემამდე მოხვალთ, ანუ გინდათ და გსურთ სურვილი გაქვთ რომ ჩემთან გააკეთოთ საქმე, იქნება ქორწინების, იქნება ვიზის, იქნება თქვათ ბინადრობის, იქნება არ ვიცი, რასაც ვემსახურები, სანამ ჩემთან დაარეკინებთ პატრონებს, იქამდე უნდა აუხსნათ რომ ვინ ვარ, რა ვარ, რას ვაკეთებ, სანდო ვარ, არასანდო ვარ, ანუ ცოტა მაინც იყოს აზრზე, რომ რა მომსახურებებს ვეწევი და ვარ ჩვენ მომსახურე ოფისი და არა დახმარების ცენტრი მაგალითად და იმისთან მიხედვით, როცა გამესაუბრება და შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, ხუთიანზე მოგემსახურებით. ეს მინდოდა მთლიანობაში დღეს მე თქვა ქალბატონებო და ბატონებო, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი.